მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone Switch-ი მოუხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დალე. ბევრი წამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. კარენამ და მეჰრაბამ ახალგაზრდობაში 2 ბიჭი და 2 გოგო გადაარჩინეს. ასე შეიქმნა ჯგუფი აბბა. შე ვერ გადაარჩენ. ეს უკაცებს რატო ვარჩენ? შენ სულ ქალებს არჩენ. ვაიმე, არიცი, ქალების გადარჩენა არიცი, სპეციფიური მიდგომა უნდა, რო ჩახტები ქალებს სითბო ჭირდება. ქალებს სითბო ჭირდებათო. ჩადიხარ იქ რაღაცა, ჯერ უნდა გაიცნო, უნდა უთხრა რომ რა ლამაზი ხარ, ისა ესა, უნდა ესე იგი შეხვიდე ურთიერთობაში, კონტაქტში უნდა შეხვიდე. აბა ისე პროსტა იხჩობა, მიდი უშველე, ვინ შანსი არ აქვს. მაგაი, მოიცა, შენა მოიცა. აი ბამბანერკა შამპანიური. ეს რა არის? რაც არის რა? მე რა ხალბატონი, მოდი. მაიცა. რა მოხდა? მაიცა არაფერი იხჩობოდი. არ ვიხჩობ. შენა ხელოვნური სულკა მაიცა. კარგათავარ. მეუბნები აკლიმატიზაცია მოქმედებს ხელოვნური არითმია გასა. შენ კარგად მოიცა და ერთი წამი. თავი დამანებე. თავი უნდა გადაგარჩინო. შენ გიჟი ხარ? აი ხა შენ გიპოქსია და ფაი აღარ ყოფნის გეუბნები. მართლა რა შევი შემიძლია? რა ხდება? საკუთარი მოვალეობას მართლა მაშველი ვარ მე. მაშველი ხარ. ვაიმე, მაიცა. ვაი, რა საკუთი? აბი. მოსაკი ხმარი ვარ და მოვალეობას დასული. ვაი, მამე. ხარეთ, ვაი. გვერდზე სოფელში ყველაზე სწრაფი ცხოველი გეპარდია. მხოლოდ მას შეუძლია გასწროს გვერდზე სოფლელ პაატას. ახალო უბროსო, მახა უბროსო, თაზა უბროსო. კაცი ბიჭო. რა იყო გელოდი? გამესრო და ყველაფერს გეტყვი რა გინდა ბიჭო? ნუ გეშინია შენ რა თუ და გესროლო კაცო. დათვი შენ არა ხარ და ჩემ ცოლთან კიდე შენ არაფერი არა გააკე. არა ვარ დათვი რა დათვი მე ვარ ეხლა. მაგას გიჟიო მარა თუ გესრის გიჟიო მარა. არ ხო დავში დაწყრე რა თქინა თოფი. თოფითაც მოხელი. რა თბიდა და სოფერს ცხოველი ნადირი შემოესია. კაი ბიჭო გელოდი ეხლა. ჩვენ სოფელში რა უნდა ცხოველი ნადირცა. ეს ეგ არა ვკითხე დათვსა. ვისა? დათვსა თქო, დათვსა. არაფერი არ მიპასუხა. დეგე გლიჯე პირდაპირ გოგრაში. გაუხიე თავპირი. მაიცა კაცო. დათვი მოკალი თუ გოგრა? არა, გოგრა ხელში ეწირა, მე მგონი მოპარვას ლამობდა. მაიცა ვერ გავიგე ბიჭო, რა ქენი რა გააკეთე, ვერ გავიგე ბიჭო. ვა, როგორ მოგიყვია ბა? ჰა? დავიწყებ თავიდან. მიდი. მოგეხსენება? დილით რო ვიღვიძებ ხოლმე. ვიზმორები. აიგე. ხო, ვიცი ეგ, მაგრამ არ მაინტერესებს. მაინც ცოტა თავიდან რაგინა, ცოტა შუიდან დაიწყე. შვადღის ძირს ვცემ ძალიან დიდ პატივს. ხო და გავიღვიძე შვადღეზე და გავიზმორი. ხო, არც ეგ არ მაინტერესებს, პირდაპირ ცხოველებზე გადადი, რა ცხოველებიო, კაცო, რა დათვიო. ხო და მოუთმენელო, მაცადე და მაცადე. იქ ხო გავიზმორი არა სპალნაში და გამოვედი ჩემ აივანზე და ერთი საკონტროლო გაზმორვა კიდე განვახორციელე და აი ამ დროსა ის სიმღერა რო არის რა ქვია მაგას აი იქ რომ არის თუთის ხესა შენ გამჩნია იუნიდან აი ეგრე შევამჩნიე დათვი ხელში გოგრა ეჭირა ავდექი და დაუმიზნე და გამოვკარგი ცაცხლით ხელი და მოხდა თავში და გაგორდა. უცბად იქიდან ბუჩქებიდან გადმოხდა ნეფხვი. მე ვთქარი პრიზაც უნდა თქო. მაინც კეთისებ და ოჯახიდან ხوارი, ოჯახიდან ხوارი. არი ხო, მერე რაო? მერე უცბად მოვიდნენ და ბევრი მაიმუნები მოვიდნენ და შვეთიც მაჩვენებდნენ. ამავხოცეს უყოლა. მამაჩემს არ პატიობდი ხოლმე მისალმებაც ახეს რომ იწევდა. მარტო შვათით იქონდა საწოდავსა. გენეტიკური გვაქვს ჩვენ. მაიმუნებს აპატიებდი. არ მოვხოცეს აკიტაობს უყოლა.
მე კიდენა არ ვიცი ეგ რა იყო. პირველად ვნახე. არ წიგნში არ მინახია, არ ფილმში. ჭრელი იყო საშინელი. დექიდა იმას არაფერი აღარ მკითხე. გავქარე და გლიჯე პირდაპირ ზურგშია. დაიწყო აქეთიკი დაიწყო ეს ხტუნაობა დაიწყო აქეთიკი და მე აქეთ გამოვარდა. მაიცადე? ხო. მამის ვინაკითა? ის მე. შენა ბიჭო შიქო არა გაქვს ხა? არა რაში გამაქმე მართლა ეგრე მოხდა კაცო ყველაფერი. იცი რა ჭრელი იყო? რა ჭრელი იყო? რა თან მიჯერებ კაცო დახტუნაობდა ჭრელი იყო მე. აიცა. წადი ხა სახში? კარქა გამაიძინე. რო გამაიძინე. ეს იყო. ეს იყო ხო გეუბნებოდია? რა გააკეთე ბიჭო? რა გააკეთე ბიჭო? ახი რა ჭრელია? რა გააკეთე ბიჭო? რატო? ბაიცა რა ცხოველია ხა? იწმევა? პატარაობისას მოსამართლე ბეჟანს მშობლებმა იმ დროს შეუსწრეს, როდესაც ბეჟანი თემიდას უყურებდა და თან მასტურბირებდა. მოიცა. ეგ ყველაფერი გასაგები. საქმესთან დაკავშირებით რას გვეტყვი? საქმესთან დაკავშირებით? საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს. გასაგები. კარგით, გადავდივართ შემდეგ საქმეზე. ბატონო მოსამართლე, მოვითხოვ ბრალდებულ ყლს მიესაჯოს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის საფუძველი. გამაცან საქმის ვითარება. ახლავე. ბრალდებულმა ყლ დაზარალებული ძძ სრულიად შემთხვევით გაიცნო ალექსანდროვის ბაღში. შემდგომ ისინი წავიდნენ კაფეში დასალევად, როგორც ახალგაზრდებს შეეფერებათ. ამის შემდეგ ბრალდებულმა ყლ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაპატიჟა კინოში. და როგორც ძალიან განიცდის მისთვის ეთყობა რომ კი ეთყობა აშკარად. ნამდვილად დაზარალებულია და შემდგომ უკვე როგორც ახალგაზრდებს შეეფერებათ უკანა რიგებში დასხდნენ. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ სასტუმროში და როგორც ახალგაზრდა ქალს შეეფერება გაშიშულდა და ფეხები ასწია მაღლა. რისი უფლებაც კონსტიტუციით ჰქონდა მას მინიჭებული და თქვენ ეს კარგად იცით. ამ ვერაგმა გამოიყენა ეს შანსი, მივარდა და იგი გაუპატიურა, სასტიკად გაუპატიურა. ვაპროტესტებ, პირიქით მოხდა ყველაფერი, ბატონო მოსამართლე, პირიქით მოხდა ყველაფერი. მოიცა. ძმ გაუპატიურა ყლო? ბატონო მოსამართლე, ეხლა. ბატონო მოსამართლე, ვიძახებ მოწმეს სრს. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ზუსტად იქ ვიჯექი, აი ეს ლოგინი სადაც იყო, შემოვიდა ეს პატივცემული პატიოსანი გოგონა, შემოვიდა და გაიხადა ყველაფერი. ყველაფერი გაიხადა და მართლაც ასწია ფეხები. რაც კონსტიტუციურად უფლება როგორც გონდა, აწია ფეხები, შიშველი იყო და უცბად შემოვიდა ეს არამზადა ტუტუცი ყმაწვილი, მიაჯდა და გაუპატიურა. და დაზარალებული რას აკეთებდა ამ დროს? ყვიროდა. რას? რას ყვიროდა? ხეცო, ნადირო, ლომო და ბოლოს დედაო. ვაპროტესტებ, ბატონო მოსამართლე. კარგი თავისუფალი ხარ? ბატონო მოსამართლე. დედას ვეძახთის. მეც მყავს ჩემი მოწმე, რომელიც ასევე იყვნებოდა შემთხვევის ადგილზე. ძალიან თოთ მოქალაქე ჩიუჩუ. მომძანდით მოქალაქე ჩიუჩუ. გამარჯობათ ბატონო მოსამართლე. დიახ. მეც იქ ვიყავი ზუსტად და დავინახე როგორ გაიხადა გოგონამ და ესე ანიშნა თითით. კარგი თავისუფალი ხარ? ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე. დაზარალებულს ბავშვობიდან აქვს აი ესეთი ჩვევა. გთხოვთ? ბატონო მოსამართლე, ვაპროტესტებ, თუ ეგრეა, მაშინ ჩემ კლიენტსაც აქვს თავისი მაუნეჩობა და წიკი. აჩვენე.
განაისწია არ არის ბატონო მოსამართლე. საგვარიცია. არ არის ბატონო მოსამართლე. საგვარიცია. სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად. არა რა თუნდა ამას განაჩენის გამოსატანად გასვლა ისედაც ვიცი განაჩენი. ბრალდებულს მიესაჯოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაიყვანეთ. აი ეგრე. Yes! აი ეგრე. 25 გინდოდათ, არა აი ეგრე. აჩვენე, ვიდი აჩვენე აი ეგრე. არაფერიც არ გამოგივა. მე ვარ აქ ადვოკატი. მე ვარ აქ ადვოკატი. ჩარტი. Yes, აი ეგრე. საგვარიცია. სიჩუმე. რა შეეხება თქვენ დაზარალებულს? მიბრძანდით სახლში, ბავშვებს საჭმელი გაუკეთეთ. საღამოს მეც მოვალ მოვჩები სამსახურს. რა შეეხება იმას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგე მხარეს ეყურება ნორმალური ადვოკატი და დაამტკიცებენ რომ შენ ხარ ბოზი. საიდო ხარო? სასამართლო დასრულებულია. ნუკრიექიმი სამედიცინოშია ნამყოფი. გზავრების კონცერტზე. ძალიან თქოთ რაღაცა. აზრს ვუცებ, კარგით რა აზრი. ძალიან თქოთ, ერთი წუთით თუ შეიძლება. კარგი გისმენთ. შვიდად წყნარად. გისმენთ ბატონო, გისმენთ. მე მაინც ჩემს აზრზე გასაგებია. მე მაინც ჩემს აზრზე დავწერე. ბატონო, გასაგებია, მაგრამ ნუ დავიძაბები ძალიან თქოთ, ხო? კარგით, ჩაო. კოლეგებო, მორჩა. შეიძლება ჩემი აზრი გამოთქვა? მაქვს მაგის უფლება, საკუთარ კაბინეტში მაქვს ხო მაგის უფლება ალბათ. კი ბატონო. ძალიან თქოთ, მოგისმენთ ერთი წუთით. ბატონო ჯემალ. დიახ. დავიწყებ თქვენგან. დიახ. მე ვიფიქრე, ვიმიჯელე ამ საკითხზე და გადავწყვიტე რომ ამ ეტაპზე ჯობია რომ ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ ღვიძლზე. ვერ დაგეთანხმებით კოლეგო. მოკლედ თქვენ ვერ დაგეთანხმებით რადგან მე მაშინ თქვენი აზრი ვთვლი რომ კუჭია მთავარი. კუჭი. ესე იგი თქვენ ეზო კუჭია მთავარი. ერთი წუთით. კარგი. აი გისმენთ ამდენი ხანია გისმენთ და საერთოდ თავში არ მოგდით ნეკნები. კარგი. იქნებ ნეკნები. ბატონო კახა. იქნებ ნეკნები. ბატონო კახა. თქვენ მე მოვაცეთ ერთი წუთით რა ბატონო ერთი წუთით. ბატონო კარგით რა ბატონო. კარგი რა კუჭი რის კუჭი კარგი რა კუჭი რის კუჭი გამაგიზეთ ერთი წუთით. კუჭი რა კუჭი. პატივიცეთ ერთმანეთს რა. ძალიან გქონდ ერთი წუთით მათქმევინეთ. თავარ. ბატონო ჩემ მათქმევინეთ. მათქმევინეთ. მე მგონი დრო არის რომ ჩვენ კომპრომისზე წავიდეთ. წავიდეთ. კი ბატონო გეთანხმებით წავიდეთ კომპრომისზე. ერთი წუთით კომპრომისზე რა წავიდეთ. სამივე რო ვცადოთ. სამივე რო ვცადოთ. კი ბატონო ვცადოთ. ეთანხმებით ვცადოთ. კი ბატონო შევთანხმდით მე მგონი სამივე ვცადოთ. მაგაზე კი ბატონო. კი ბატონო ერთი წუთით. კოლეგო. მე ამაყები. ალო. გამარჯობათ. ესე იგი ჩვენ გვინდა შევუკვეთოთ ნეკნები, ღვიძლი და კუჭი. ორი პორცია ყველაფერი. კი ბატონო, ყველაფერი ორი პორცია. თქვენ რო იცით ისე. ხომ იცით ვინც ვარ? დიახ, ძალიან კარგი. დიდი მადლობა წინასწარ. კარგად ბრძანდებოდეთ დროებით. 1 საათში მივალთ და ყველაფერი ცხელ-ცხელი გახდება. ესე ჯობია, კი ბატონო. იკითხავთ, რატომ აღარ აქვს საქართველოს სამფეროვანი დროშა? იმიტომ რომ სტიუმ და ჯეიმსმა შავი ფერი გაყიდეს, ხოლო შინდისფერი გააბაცეს. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გინდათ? ან იქნებ ტერორისტული აქტის ჩადენა? ან იქნებ უბრალოდ თევზაობა? ბუ-ბა-დუშ-ზ-6 დაგეხმარებათ აი სლოტო ცნებები. ერთი შეხედვით ბუ-ბა-დუშ-ზ-6 რთული მექანიზმია, მაგრამ მისი მოქმედებაში მოსაყვანად ერთი მარტივი მოძრაობაა საჭირო. რა გააკეთესიო? როგორც უნდა გავაკეთე, ჯეიმს? მე მაყურებელს ვაჩვენე, რომ ეს მექანიზმი ნამდვილად მუშაობს. თუ თქვენ ახლავე დარეკავ და იყიდით ბავდოს 26 საშუქრად მიიღებ თევზის შესანახ სპეციალურ კონტეინერს. რა გააკეთე? ჯეიმს ორი წუთი არჩა, ჯეიმს. თუ თქვენ ახლავე დარეკავ და იყიდით საშუქრად მიიღებ BMW-X. ერთი წუთი, ჯეიმს, ერთი წუთი. თქვენ ახლავე დარეკავ და იყიდით საშუქრად მიიღებ ბინას. ბაგეში ოთახების რაოდენობა. ნახევარი წუთი, ჯეიმს. შეზღუდული თქვენ გადაწყვეტეთ. ნახევარი წუთი. იახტა, იახტა.
Yapad bicho! Yapad! Ragazzi, mi date schietta, petkemuni! Ragazzi, James, ragazzi, per sarchiduops! Ich frage schon, was ist so magagatassiu? Anu, James? Kann was bicho! ერთხელ სანჩიკამ ასო კინოში წაიყვანა. ისინი უკანა რიგში დასხდნენ. თუმცა შუა ფილმიდან სანჩიკა სახლში წავიდა. ეს ფილმი ნანახი მაქვსო. აუ, რა იყოს? აუ, სანჩიკა, აღარ მებაზრები, თუ არ ახტება. აუ, რა სიბუტები ამ ხელაკაცის. შენ რა უნდა გებაზრო, შეჩემა? და რატო გუში რომ ერთხანეს სად გაიქეცი ბიჭო, რატო დამტოვე, ძმაო? სად გავიქეცი, ძმაო? დედა ნარგიზა დეიდას მე ხელს ვერ დავაწყო, ძმაო. ჯერ ერთი დედა შენია, შენ თავს მიცავარ და მე ძმაო, ცოტა მე ხა მეშინია რა ნარგიზა. აი, ეშინია, მამა ჩემისაც გეშინია და ჩემი დისაც გეშინია. ყველა მე მირთყავდა და იმენა დამტოვე, ძმაო. აუ, ქნა ძმაო, გეუნები. ვენა იგატოვე რა, მეუნები. შენი ძმაო რომ მებაზრები, რა ჩემი ფეხის ძმაო, ბიჭო, ძმაო, ჯოხმა დაში. ერთი წუთი მარტო არ ახართ. თქვენ კიდე აქ გახართ ბიჭო უსაქმურად. აი ესე ზიხარ მთელი დღე უსაქმურად არაფერს არ აკეთებ, ხო? უსაქმურად. შენ კიდე გაჩუნდი საერთოდ რა ბიჭო, რა საჩივარი შემოიტანე გუში ბიჭო. კარგად, რა საჩივარი შემოიტანე შენ? გუში ცემაზე პოლიციაში რა საჩივარი შემოიტანე შენ? არაფერი, ძმაო, რა საჩივარი შემო. საჩი მომისმინე ბიჭო ერთი წუთი. არა, რაღაცა ნახალკას მტენი. არაფერი ნახალკას არ მტენი, მაგრად ნერვებს მიშლით. არ მსიამოვნებს, მოო, გაიგეთ რომ აქ ზიხარ მთელი დღე უმუშევრად და უსაქმურად რა. დაიწყებთ მუშაობას, თორე შეკრით ციხეში, არ მაინტერესებს რა. რამდენჯერ უნდა გაგითვალისწინოთ? რა ვიღარ. აგინა ძმაო, არ არის ეს სანჩი კუთხე. არ არის ძმაო. არ არის სამსახური და სამუშაო. რა არის ბიჭო, სამუშაოს მეტი რა არის, რას გააძრე და არ მუშაობ დედავატირე. ეთქვი, წამოდი, ჩვენთან წამოდით პოლიციაში, ადგილების მეტი რა. ვერა, ჩემი შენთან პოლიციაში აქ ფორმით ვია, ვერ წამო ხო? ვერა, ვერა. კარგი, მაშინ ლიმონათის ცეხშია ადგილები. ვერა, ძმაო, არ მინდა ლიმონათი. კარგი. ცეხი, ძმაო, ვერა. კარგი, ნაცნობი მყავს საგზაო დეპარტამენტში და გზების საგზაო დეპარტამენტში გზების რეაბილიტაციაზე გამუშავებენ და მაშინ წამოდი ჩვენთან და მინისტრის ვაკანსია და იქ დაგაწყებინებენ. ვერა. ვერა, მეტი არაფერი არის. ვერა, ძმაო, ვერა. არა, ძმაო, რა მინისტრის მოადგილე, ძმაო, შანსი არ არის. არებე, თავი შეჩიმა ერთსა. ვერა. მოიცა მე ვიცი სადაც უნდა გამუშაოთ. რა ჯიგრები ხარ? ვერა, ხო, ვერა. ხო და წამოდი ერთი წუთი, მოდი. საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მკრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარული დაენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარული დაენთება გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა ავაპრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა